ნარკოტიკების მოხმარებით მიღებულ ზიანზე და მოსალოდნელ საფრთხეებზე ინფორმირებულობის დონის გასაზრდელად სკოლებში ახალი კამპანია იწყება. მოსწავლეებს შესაბამის ტრენინგებს ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და მართლწესრიგის ოფიცრები ჩაუტარებენ. მე მომავალში ასე ჰქვია საინფორმაციო კამპანიას, რომელიც იმავე თემატიკაზე კონკურსების ჩატარებას და სხვადასხვა აქტივობას მოიცავს. მიზანი ნარკოტიკების მიღებასთან დაკავშირებული საფრთხეების ჯერ კიდევ სრულწლოვან ასაკამდე გააზრება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. ნარკოდანაშაულთა ბრძოლა ქვეყანას ერთ-ერთ პრიორიტეტად აქვს გამოცხადებული. ნარკოტიკების მოხმარების შესამცირებლად ბოლო თვეებში კანონიც გამკაცრდა. ყოველწლიურად სულ უფრო ბევრი მოზარდი ექცევა ნარკოტიკული ზემოქმედების რისკის ქვეშ. სწორედ ამიტომ სკოლებში იწყება ახალი მასშტაბური კამპანია სახელწოდებით მე მომავალში. შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროების ერთობლივი ინიციატივა მიზნად ისახავს მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას და პრევენციულ ქმედებებს, რათა ბავშვებმა ზიანი თავიდანვე აირიდონ. პრეზენტაცია დღეს გაიმართა, სადაც მინისტრებმა ხაზი გაუსვეს უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შექმნის იდეას. სოფლიო გამოწვევას წარმოადგენს არხი საქართველოს არ არის გამონაკლისი, აქ ძალიან ქმედითი ნაბიჯებია. გადაიდგა ბოლო თვეების განმავლობაში საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს და ჩვენ როგორც არაერთხელ გავაჟღერეთ, რომ კიდევ დამატებით განვახორციელებთ სხვადასხვა აქტივობებს და ამ აქტივობების ერთ-ერთი ნაწილი არის ეს და მე მოხარული ვარ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს და განათლების მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი ანტინარკოტიკული კამპანიას ვიწყებთ საჯარო სკოლებში, რომლის მიზანი იქნება ნარკოტიკული ნივთიერებების მავნებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. ამ შეხვედრების ფორმატში ახალგაზრდებს განემარტებათ და დეტალურად იქნებიან ისინი ინფორმირებული იმ მავნე შედეგების შესახებ, რაც ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან არის დაკავშირებული. ეს არის იმ საერთო კამპანიის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც ხელისუფლება, მთავრობა ახორციელებს ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია გამოყენებასთან დაკავშირებით და ეს არის კიდევ ერთი ხაზგასმა იმისა, თუ როგორ კოორდინირებულად მუშაობენ სამინისტროები და თანამშრომლობენ იმისთვის, რომ საზოგადოება დავიცვათ. კამპანიის ფარგლებში სპეციალურად მომზადებული ტრენერები მართლწესრიგის ოფიცრებთან ერთად მე-6-დან მე-9 კლასის მოსწავლეებს შეხვდებიან. ისინი მოზარდებს აუხსნიან, რა ზიანი მოაქვს ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს და როგორ შეიძლება ერთმა დაუფიქრებელმა ნაბიჯმა მთელი მათი ცხოვრება შეცვალოს. გარდა საინფორმაციო შეხვედრებისა იგეგმება კონკურსები, პრაქტიკული სავარჯიშოები, ვიქტორინები, ყველაფერი, რაც მოზარდებს პოზიტიურ გამოცდილებას შესთავაზებს. ეს კამპანია, რომელიც აქტიურად იქნება განხორციელებული ამ ეტაპზე ბათუმის სკოლაში, თუმცა შემდგომ ეტაპზე ვფიქრობ, რომ დავფარავთ მთელს რეგიონს, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებლად იქნება მიღწეული ის მიზნები, რაც არის გაცხადებული ამ კამპანიის ფარგლებში. არაერთი ახალგაზრდა იქნება ჩართული ჩვენი რეგიონიდან, რაც თავარი ახალგაზრდებთან ერთად ჩაერთვება მთლიანად სასკოლო საზოგადოება. პირველი ეტაპი დაიწყება თბილისში, აჭარასა და ქვემო ქართლში, სულ 60 სკოლაში. მანამდე სპეციალისტებმა განახლებულ მოდულზე რამდენიმე თვე იმუშავეს. დამუშავდა პრაქტიკული кейსები და ჩატარდა სიმულაციური გაკვეთილებიც. ორგანიზატორები ამბობენ, რომ პროექტი გაფართოვდება და ეტაპობრივად ქვეყნის ყველა რეგიონს მოიცავს. რა თქმა უნდა, ჩვენი როლიც ამ საქმეში ძალიან დიდი როლს წარმოადგენს. უპირველეს ყოვლისა პრევენცია და მეთანხმებით ალბათ, რომ მნიშვნელოვანია სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ ბავშვებს, მოზარდებს, რომ მან შეძლონ ჯანსაღი რეაგირება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. საინფორმაციო სახის მოდული, რომელიც ისახავს მიზნად ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციას და ხაზს უსვამს და ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. შეხვედრები, როგორც უკვე მოგახსენეს, მთელი წლის მანძილზე გაგრძელდება. ეს იქნება დასაწყისი და ვიმედოვნებ, რომ წინ ძალიან ბევრი კარგი ამბავი გველოდება მანდატური სამსახურთან ერთად. ინიციატივის ავტორები დარწმუნებულები არიან, რომ სწორი განათლებაა ყველაზე საიმედო დაცვა. კამპანია მე მომავალში მიზნად ისახავს იმას, რომ მოზარდებმა გაიაზრონ ნარკოტიკული საშუალებების მავნე ზეგავლენა. სწორი არჩევანი დღეს ნიშნავს ჯანმრთელ, თავისუფალ და ძლიერ მომავალს. მე მომავალში კამპანიის ავტორების მიზანია სწორედ ეს გახადონ თითოეული ბავშვის დაპირება საკუთარ თავთან.